სიმინდის გარდა გვხვდება მოდიფიცირებული პომიდორი, ატამი, ვაშლი, კარტოფილი, კალმახი. მათ ბევრი რამის გადაშენება შეუძლიათ. ახლა ხორბალის გამოჩნდა უძვირფასესი ხორბლების ჯიშების სამშობლოში. ეს ყველაფერი ბიოლოგიური ნაღმებია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა საკვებს მივაწოდებთ მას. პირველი ის, რომ ბავშვი სუნთქავს უფრო მეტ ჰაერს ვიდრე მოზრდილი, იღებს უფრო მეტ საკვებს ვიდრე მოზრდილი, უბრალო მაგალითით დავწუნდებით. თუ ბავშვს ახალშობილის თავის წონის მეხუთედი ეკუთვნის და ეს დაახლოებით 500 გრამია, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ საშუალო განვითარების მოზრდილი, ეს დაახლოებით 10-12 კილოგრამი საკვებია დღეში. ამიტომ აი ამ ზრდის პერიოდში საკვები უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი და აუცილებლად ადეკვატური ბავშვის განვითარებისათვის. რა არის ადამიანისათვის ადეკვატური საკვები? არა მარტო ბავშვისათვის, არამედ მოზრდილისათვისაც არის ის საკვები, რომელიც არის მისთვის გენეტიური. რას ნიშნავს ეს? ანუ მისი ორგანიზმი მთლიანად ადაპტირებულია და შეგვეებულია მხოლოდ იმ საკვებს, რასაც იღებდნენ უმეტესად მისი წინაპრები, ამას ქვია ეგრეთ წოდებული indigenous food და ჩვენ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ურჩევთ, რომ ამ რეგიონის პროდუქტით მომზადებული საკვები პერიოდულად მაინც მისცენ ბავშვებს, რამე თუ ეს მათ იმ გენეტიურ ინფორმაციას აძლევს, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის.